სამი უძლიერესი ფაქტი წმინდა ნინოს ჯვრის შესახებ. ფაქტი ნომერი 1. წმინდა ნინო დღედაღამ ღვთისმშობლის ხატის წინაშე ლოცულობდა. ერთ დღესაც ლოცვისას გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში საქართველოში წამოსულიყო საქადაგებლად. ნინომ ჰკითხა, მე უსწავლელი ქალწული როგორ შევძლებ ამას? დედოფალმა ხილვაში ნინოს ვაზის ჯვარი მიაწოდა და უთხრა, რომ ამ ჯვრით დაძლევდა ყველა მზაკრობას. როცა ხილვა დასრულდა, ნინოს ხელში სასწაულებრივად ვაზის ჯვარი ეჭირა. ფაქტი ნომერი 2. გადმოცემის თანახმად, ეს ვაზის ჯვარი ნინოს თმით იყო შეკრული. წმინდანმა იგი თავისი თმით მცხეთაში შემოსვლის შემდეგ მაყვლოვანში დამკვიდრებისას შეკრა. ჯვრის ვაზისაგან შექმნა მოასწავებდა ვაზის გასიმბოლოებას ქრისტიანული შინაარსით. ვაზი, როგორც სიცოცხლის ხე, როგორც ქართული ჩუქურთმა, ასახავდა მოძრაობას და ხდებოდა სიმბოლო ღვთისა და ღვთისმშობლისა. ფაქტი ნომერი 3. მცხეთაში ჩამოსვლის შემდეგ ნინომ ვაზის ჯვარი მაყვლოვანში აღმართა. მაყვლოვანში ნინოს ყოფნა სიმბოლურად ეხმიანება საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას, რადგან ღვთისმშობლის სახე მოსე წინასწარმეტყველმა იხილა მაყვალში, რომელიც ენთო და არ იწვოდა. დღეს წმინდა ნინოს ჯვარი სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული და მორწმუნეთათვის იგი წელიწადში ორჯერ, ყოველ ნინოობას, 1 ივნისს და 27 იანვარს გამობრძანდება.